ჟურნალისტებთან თითოეული დღე, როცა საქართველოს ხელისუფლება არ ულოცავს უკრაინელ ხალხს ამ მოვლენას, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის. რა მხრივ ზიანდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ავტოკეფალის მიღებაზე არ მილოცვა, თქვათ, ჩვენი საერთაშორისო პოზიციები და მაყურებელს რომ აუხსნათ, რისი ნიშანია, თქვათ, პირადად თქვენთვის, აი ხელისუფლების დუმილი ამ საკითხზე. მადლობ, მე უბრალოდ დავამატებდი, მე იქვე დავასრულე ექცირანდება, რომ საერთაშორისო პოზიციები და შესაძლოა უფრო მეტადაც კი საზიანოა ეს ჩვენი შიდა საზოგადოებრივი კლიმატისთვის, დისკუსიისთვის და იმ ბრძოლისთვის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ჩვენი ქვეყნის შიგნით პროპაგანდის ტულს, ჩვენი ქვეყნის მომავლის, თავისუფლების, სუვერენიტეტის და თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ, დასავლური არჩევნის სასარგებლოდ, აი ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ანუ მარტო საერთაშორისო ასპექტი არა, მაგრამ პირველ რიგში საერთაშორისო ვიტყვი მოკლედ საერთაშორისო ასპექტზე. მე გულისხმობ იმას, რომ ჩვენი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის, რომ თავისუფალ სამყაროს ყველა ჩვენ მოკავშირეს ყოველ დღე ვახსენებდეთ და მოუწოდებდეთ აქტიურობისკენ იმ პრობლემასთან მიმართებაში, რასაც რუსეთის ფედერაცია და პუტინის რეჟიმი წარმოადგენს და მის ხელში არსებული ინსტრუმენტი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია. იმიტომ სამწუხაროდ ჩვენ ყველა ვიცით, ახლა ამაზე არ ვიცი, ვინ უნდა იდაოს საერთოდ, რომ რუსული ეკლესია არ არის ცალკე ინსტიტუტი, ის არის ნაწილი სახელმწიფო ამ რეჟიმის, პუტინის რეჟიმის მოქმედებებისა, არის პირდაპირ აგრესიის განმახორციელებელ აქციებშიც მონაწილეობს და პირველ რიგში ეს არის ეგრეთ წოდებული რასაც რბილი ძალას უძახიან, თუმცა არ ვიცი ამაზე მოუწოდა ამას. რბილი ძალა გადამწყვეტი ამ დოქტრინის საკვანძო ნაწილი არის და ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიისას რა როლს ათამაშებდნენ, როგორ მონაწილეობდნენ ამ პროპაგანდაში აგრესიის დროს რუსული ეკლესიის წარმომადგენლები, ჩვენ ამსხვედავთ უკრაინის, ჩვენ ამსხვედავთ მთელ სამყაროში, რომ ეს აბსოლუტურად უზნეო დოქტრინა ჩვენ რაღაც თურმე ერთმორწმუნე ერი ვართ და ამიტომ უნდა ჩვენ ერთი სამყაროს ნაწილი ვართ, ამით ხდება ამ საფარველში ხდება ასე ვთქვათ გაზავება პირდაპირ აგრესიისა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და მათ შორის ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამას აქვს ძალიან გრძელი ისტორია ჩვენი ქვეყნის ბოლო 200 წელს რო გადავხედოთ და დღესაც ხდება არის აბსოლუტურად საკმარისი. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიყოთ ავანგარდში, რომ მთელ სამყაროს ვანახოთ, როგორი პრობლემაა რუსული პროპაგანდისტული და იდეოლოგიური მანქანა მის აგრესიულ სამხედრო მანქანასთან ერთად და რომლის ნაწილიც არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია და რატო არის მნიშვნელოვანი ის გამარჯვება, რომელიც უკრაინამ და ხალხმა მოიპოვა და როგორ უნდა მოხდეს ამის მხარდაჭერა. ყველა თვალსაზრისით და როგორ უნდა იყოს თავისუფალი სამყაროს რესურსები მომართული რუსული ამ აგრესიის, მათ შორის რუსული ეკლესიის მეშვეობით განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება ამისთვის რესურსები, ჩვენ გვჭირდება ამისთვის მხარდაჭერა, ჩვენ გვჭირდება ამ საკითხზე ყურადღება. და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ყურადღების მოპყრობის ავანგარდში, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ საერთაშორისო ასპარეზზე და ეს საკითხი იყოს აქტუალური და საქართველოს იყოს აქტუალური, არა მარტო უკრაინა ამ თვალსაზრისით ჩვენი პარტნიორებისთვის. რომ არ დადგეს როდესმე მომენტი, როცა ჩვენ წინააღმდეგ შემდგომ რუსულ აგრესიას ყურადღება არ მოყვება საერთაშორისო, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვის მექანიზმია. ანუ ძალიან პრაგმატული პრინციპებს რო თავი დავენებოთ, აქაც პრინციპები და პრაგმატული ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს და თუ შენ არ აქტიურობ საკუთარ საკითხზე, ეს ჩვენი პრობლემაა. უკრაინის პრობლემა კი არ არის მხოლოდ და დანარჩენი თავისუფლების სამყაროში. ჩვენი პრობლემაა პირველ რიგში, იმიტომ რომ ხედავთ ამ მუშაობას ყოველდღე საქართველოში, ჩვენ ტელეეკრანებზე, ჩვენ პოლიტიკურ დისკუსიებში, იმ ჯგუფების მხრიდან, ვინც პირდაპირ რუსეთთან არ დაკავშირებულები, როგორც ცდილობენ ეროზიას ჩვენი ქვეყანაში ჯერ არსებული კონსენსუსის, რომ საქართველოს ბატონ გიგა, რა ახსნა გაქვთ მაშინ? რატომ არ აქტიურობს საქართველოს ხელისუფლება? ეს არის, თქვათ, არაკვალიფიციურობის შედეგი თუ შეიძლება რაღაც სხვა მიღმა რამებს ხედავთ თქვენ? ამ დუმილის მნიშვნელოვანი კითხვა არის, უბრალოდ დავასრულებ იმას, რომ საერთაშორისო წესად არის შიდა ამბავი, ხო? თუ შიდა დისკუსიაშიც ჩვენ პოლიტიკურ კლასს თვლიანად და პირველ რიგში ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო პოზიცია იმაზე, რომ რუსული ეკლესია არის პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტი, რომ მისი გავლენის შესუსტება ჩვენ მოკავშირე ქვეყანაზე, ჩვენ მეგობარ ქვეყანაზე, უკრაინელებზე არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენა. თუ ამ პოზიციებს ან ვერ აფიქსირებ და პირიქით მიანიშნებ, რომ უნდა ეს არ უნდა თქვა, რასაც ჯერჯერობით ხედავთ, ხო? ეს არის დამატებითი მორალური უპირატესობის მიცემა პროპუტინული ძალებისთვის, თავისუფლების მტრებისთვის ამ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მტრებისთვის. ეს ორივე რაც შეეხება ჩემს კითხვას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ვინც თავისუფლებისთვის. ხო, იმიტომ რომ თუ ამას არ ამბობ, ესე იგი რაღაცა შესაქმე, ესე იგი წყალებში ფრთხილობ და ეს სიფრთხილე არის სისუსტის ნიშანი, მორალური სისუსტის ნიშანი და ამას პრაქტიკული შედეგები აქვს. როგორც კი აძლევ ცნობილი გამოთქმა რო გავიხსენოთ, პირდაპირ ამას არ ეხება, რომ
ბოროტება იმარჯვებს მაშინ, როცა კარგი ადამიანების დუმან. ამ საკითხში თუ ზდუმ ხარ, იმ ძალებს, რომლებიც ჩვენ ქვეყნის წრები არიან, აძლევ უპირატესობას იქ სადაც პირიქით ისინი უნდა იყვნენ თავდაცვით პოზიციაში ჩაყენებული, მე არ გულისხმობ არავის არც რეპრესიებს ვინმეს მიმართ პროპორციონალური ძალების, თუ ისინი კანონს არ დაარღვევენ პირდაპირ, მაგრამ მორალურად ისინი მუდმივი თავდასხმის ქვეშ უნდა იყვნენ პოლიტიკურად და ისინი უნდა იცევდნენ თავს და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ამ ძალებს იყენებს ხელისუფლება საკუთარი ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად, ახლა მეორე ტური ამის მაგალითი იყო, ვინ ყავდათ პირველ პლანზე გამოწეული პირდაპირ პროპორციონალური ძალები და მათ აქვთ ეს უპირატესობა მოპოვებული ყველა საკითხში და ნახავთ აქაც კი ძალიან მალე ნახავთ მათ რიტორიკას. ეს მათი რიტორიკა და არგუმენტები მაგალითად ამ საკითხზე ხელისუფლების დუმილთან დაკავშირებით არის ასეთი, როდესაც ვეცნობოდი ვთქვათ პრესას, სოციალურ ქსელებში, სატელევიზიო ეთერში, ამბობენ რომ ვთქვათ შეიძლება ჯავახეთში შეიქმნას პრობლემები. აფხაზეთის და ოსეთის ეკლესიებს აღიარებს რუსეთის საპატრიარქო და ეს იქნება უფრო სერიოზული დარტყმა. ეს არგუმენტები არის თუ არა იმის საფრთხე, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ეკლესიაზე დიახ არა, აბსოლუტურად არა, სრული სისულელეა კარგ შემთხვევაში ჩემი აზრით ვინც ამას შვება, მაგრამ დააკვირდით. ანუ რუსეთი არის ჩვენ ქვეყნის 20%-ის ოკუპანტი, არ აღიარებს ჩვენ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ყველა მეთოდი და ყველგან გვებძვის და ამას თვითონაც არ უარყოფენ ხელისუფლების წარმომადგენლები, თვითონაც აღიარებენ რომ ამას უნდა დაუპირისპირონ ჩვენი მყარი პოზიცია და ასეთ საკვანძო საკითხში იმის თქმა რომ იცი რა ჩვენ ახლა პოზიცია არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ რუსეთი კიდევ უფრო ცუდად სადღაც მოიქცევა. არის პირიქით გაძლიერება რუსეთის პოზიციების ჩვენ ქვეყნის შიგნით. ჯერ არ მესმის ჯავახეთის საერთოდ რა შუაშია და მინდა ასევე ფაქტობრივად შეგახსენოთ, რომ ჩვენი ეკლესიის უფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმოღვაწეობს რუსეთი, არათუ ზღუდავს. ეს ყველაფერი უკვე მომხდარი ამბავია. და ეხლა იმ მუქარის ძევლად ყოფნა, რომ შეიძლება რაღაცაში ფორმალურად მათი პოზიციიდან მოიქცენ კიდევ უფრო ცუდად, არის სწორედ ის, რაც რუსეთს სურს. რომ ეს ძალაუფლება ქონდეს, რომ იცი რა, ჩვენ ვერ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები ამის შიშით. ამას აკეთებს ხელისუფლება. ეს არის სწორედ წაგება პროპაგანდისტული და იდეოლოგიური ბრძოლის. რომ შენი აგრესორი აკეთებს ყველაფერს, რაც სურს და შენ თუ შენ პოზიციებს დაიცავს, გეუბნება, რომ იცი რა, მე უფრო ცუდად შემიძლია მოვიქცე რაღაცაში. თავი დავარებთ, რომ ფაქტობრივადაც სრული სისულელეა, იმიტომ რომ არანაირი შანსი რაიმე სახის ლეგიტიმაციის რუსეთის მოქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკლესიასთან მიმართებაში არ აქვს და დე ფაქტო ისედაც რა ვითარება გვაქვს, გვესმის ხო? იქ ჩვენი სასულიერო პირები ვერ შედიან, ბუნებრივია, იმიტომ რომ ოკუპირებული ტერიტორია. მადლობა. ამიტომ მე აქ თან ხას უსვამ, მე ეკლესიის პოზიციაზე არ ვსაუბრობ, ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი მიზეზებით, რაც უკვე მოგახსენეთ. არ ვსაუბრობ მათ შორის, იმიტომ რომ ხელისუფლება და მათ შორის ოპოზიციაც კი პოლიტიკოსები ხილად უნდა იყვნენ, რომ მე არ გამოვიდეს რომ ვიღაც ეკლესიის საქმეებში ერევა, ისე ეს საზოგადოებრივი დისკუსიის ლეგიტიმური თემაა, მაგრამ ეხლა მე ვსაუბრობ ხელისუფლებაზე. ეს არ გახლავთ საეკლესიო საკითხი, მხოლოდ ეს არის უკრაინელი ხალხის ნება, ეს არის რუსეთის გავლენის შესუსტება უკრაინაში და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, ეს არის პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ინსტრუმენტიდან გამოგლეჯა უკრაინის ეკლესიის და ამაზე თუ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს პოზიცია, უნდა აგვიხსნან დეტალურად რა არგუმენტები აქვს და მე მოუწოდებ მათ ეს ეხლავე გააკეთონ ცენ პატივის საზოგადოებას, თორე ყველა შემთხვევაში მოუწევთ პარლამენტში მოსვლა ამა თუ იმ ფორმით და იქ ჩვენ ყველა ამ კითხვას დავსვავთ და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ყველა დღე, როცა ჩვენი პოლიტიკური კლასის ნაწილი მაინც ამ შემთხვევაში ხელისუფლებას დუმს ამ პრინციპულ საკითხზე პოზიციებზე. კარგია თუ არა პუტინის რეჟიმის შესუსტება უკრაინაში და მოუწოდებს თუ არა ის მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველგან გაგრძელდეს ბრძოლა პუტინის პროპაგანდისტული რეჟიმის ინსტრუმენტის წინააღმდეგ. ყველა ესეთი დღე, როცა ის ამას არ შვება, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის შიგნით იმათ, ვინც პუტინის ინტერესებს და თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას განასახიერებს და ასუსტებს ჩვენ შანსებს, რომ გამოვიყენოთ ეს ვითარება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი ქვეყნის დასაცავად საერთო საფრთხის განასაც რუსეთს თქვია. მადლობა თქვენ. მადლობა ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას, რომელიც იყო ჩვენი სტუმარი. დღის ამბებში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ კი უკვე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იქნება